მოდით პირველ რიგში გავარკვიოთ, რაში გვჭირდება ეს ორი სათაური, საშუალო და მედიანური. საქსტეტოს პირდაპირ ხაზზე ბატონი გოგიტა თოდრაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ჟენევიდან მოგესალმებით, ბატონო გოგიტა, უღრმესი მადლობა, რომ დრო გამონახეთ ჩვენთვის და ამ განმარტებებისთვის. საშუალო ნომინალური ყოველთვიური ხელფასის განმარტებით დავიწყოთ, რას გვაძლევს რეალურად ეს მაჩვენებელი, რის შესახებ გვიქმნის წარმოდგენას და ვისთვის არის ის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. გისმენთ. მოგესალმებით ელენე, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩართვის შესაძლებლობისთვის. დავიწყებ მეთოდოლოგიური თავისებურებანით, რაზეც თქვენ გარკვეულწილად ზოგადად ისაუბრეთ კიდეც, მაგრამ ვეცდები უფრო მეტ დეტალებში შევიდე, რათა უფრო ცხადი იყოს მსმენელისთვის და მაყურებლისთვის ეს მეთოდოლოგიური თავისებურებანი. მოკლედ დავიწყებ იმით, რომ საშუალო ხელფასი, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, განისაზღვრება საშუალო არითმეტიკული საფუძველზე და იანგარიშება ძალიან მარტივად დასაკრებულთა ხელფასების ჯამის, ანუ ხელფასის ფონდის გაყოფით მათ საერთო რაოდენობასთან, ხო? რაც შეეხება მეთოდოლოგიას, ეს ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას და რეკომენდაციებს და ამით ხელმძღვანელობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ესე იგი, საშუალო ხელფასის გაანგარიშებაში ჩართულია მხოლოდ დაქირავებული პირები, რომლებსაც ერიცხებათ ხელფასი. შესაბამისად, ის არ ითვალისწინებს თვითდასაქმებულებს, მაგალითად, როგორიც არის მსუბუქი ტაქსის მძღოლები, როგორიც არიან მაგალითად ძიძები, რეპეტიტორები და ასე შემდეგ. გაანგარიშებისას გამოყენებული ხელფასის მოცულობა, როგორც თქვენვე ახსენეთ, ძირითად ხელფასთან ერთად მოიცავს ასევე პრემიებს, დანამატებს, რომლებიც წლის განმავლობაში ზეგანაკვეთური თუ არანორმირებული სამუშაოს შესრულებისთვის მიიღო დაქირავებულმა. წყაროს რაც შეეხება ყოველკვარტალური გამოკვლევა წარმოადგენს ამ ინფორმაციის წყაროს, რომლის ფარგლებში ჩვენ ინფორმაციას ვაგროვებთ არა მხოლოდ ბიზნეს სექტორის, არამედ არაკომერციული ორგანიზაციებიდან, ასევე სახელმწიფო მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებისგან. და ასევე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ის გახლავთ, რომ როდესაც ჩვენ საშუალო ხელფასზე ვსაუბრობთ, აი 2024 წლის მონაცემებით, რომელიც არის 1970 ლარი, ეს გახლავთ დარიცხული თანხის მოცულობა, ანუ საშემოსავლო გადასახადის ჩავლით და არ უნდა იქნეს აღქმული როგორც ხელზე ასაღები თანხის მოცულობა და ამასთან საშუალო თვიური ხელფასი ზოგადად არ უნდა იქნეს გაიგივებული საშუალო თვიურ შემოსავლებთან, რომელიც გაცილებით მაღალი შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის. და ამავე მაჩვენებელში ბატონო გოგიტა დავაზუსტებ, ინფლაცია თუ არის გათვალისწინებული, ან როგორ არის გათვალისწინებული, აი მყიდველუნარიანობასთან მიმართებით. არა, ეს ნომინალური ხელფასია, ეს გახლავთ ნომინალური ხელფასი, თვითონ სათაურიც გვეუბნება და აქ შესაბამისად ინდექსაცია და ასე შემდეგ ინდექსები აქ არ არის გათვალისწინებული. უბრალოდ ასევე წინა ისტორიულ ასე ვთქვათ, იმას მოვიყვან რამდენიმე პრაქტიკულ მაგალითს. საქსტატი ზოგადად საშუალო ხელფასის მაჩვენებელს უკვე რამდენიმე ათეული წელი ანგარიშობს. ის ერთ-ერთ ინდიკატორს წარმოადგენს, რაც იძლევა მაგალითად ამ მაჩვენებლების მიხედვით სხვადასხვა ქვეყნების შედარების შესაძლებლობას, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ საზოგადოების მხრიდან ზოგადად ხელფასების სტატისტიკის მიმართ არსებობდა და დღესაც არის ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, ჩვენ 2020 წლიდან ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებზე დაღდრობით, კერძოდ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დავიწყეთ უკვე კიდევ დამატებითი საანალიზო მაჩვენებლის, ანუ მედიანური ხელფასის გაანგარიშება. ეხლა ძალიან მარტივად შევეცდები ახსნა, რა განსხვავებაა საშუალო და მედიანურ ხელფასებს შორის. როგორც თქვენვე ახსენეთ, დაახლოებით მოცულობაში დაახლოებით თუ 1970 ლარს უდრის საშუალო ხელფასი, მედიანა დაახლოებით 1330 ლარია, ხო? ესე იგი, საშუალო არითმეტიკული გაანგარიშებისას, ანუ რომელიც საფუძვლად უდევს საშუალო ხელფასის გაანგარიშებას, მოიცავს ყველა წევრს
როგორც მაღალი, ისე დაბალი ხელფასის მქონე დასაქმებულებს. ხოლო მედიანა გაანგარიშებისას უგულვებელყოფს და შესაბამისად არ ითვალისწინებს უკიდურეს წევრებს და მნიშვნელობებს. ესე იგი, მარტივად რო ვთქვა, მედიანური ხელფასი წარმოადგენს ხელფასის ისეთ ზომას, ისეთ ოდენობას, რომელზე მეტი ხელფასი აქვს დაქირავებით დასაქმებულთა ნახევარს, ხო? ანუ 50%-ს მეტს. როდესაც ჩვენ ზოგადად საზოგადოების წარმომადგენლები გვისვამენ შეკითხვას, რომელია უფრო სწორი, საშუალო არითმეტიკული თუ მედიანა, ჩვენი პასუხი არის ცალსახა. გააჩნია რა არის მომხმარებლის ინტერესი. ორივე მაჩვენებელი წარმოადგენს ცენტრალური ტენდენციის საზომს. ორივე მაჩვენებელს აქვს შესაბამისი დანიშნულება. ისინი პრაქტიკულად კი არ ანაცვლებენ, არამედ ავსებენ ერთმანეთს, ისინი ურთიერთშემავსებლები არიან. ესე იგი, როგორც გითხარით, საშუალო მაჩვენებელი უფრო მეტად სენსიტიურია და მასზე მოქმედებს ნებისმიერი დასაქმებულის ხელფასის ცვლილება. მაგალითად, თუ აქვს ადამიანს ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ხელფასი, ამით შეიძლება საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზარდოს ან შემცირდეს, მაგრამ ეს უკიდურესი წევრები მედიანაზე გავლენას არ ახდენენ, ხო? ეს რადგანაც მედიანური მაჩვენებელზე არ მოქმედებს ეს უკიდურესი წევრები. ნუ ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს ზოგადად ანალიზისთვის სტატისტიკაში ერთნაირად მნიშვნელოვანია და მონაცემთა ანალიზის დროს უმჯობესია გამოიყენოთ ორივე, უმჯობესია ორივეზე დაკვირვება მოახდინოთ. არის ასევე კიდევ მესამე მაჩვენებელი, მოდალური ხელფასი, ანუ ყველაზე გავრცელებული ხელფასის მნიშვნელობა რომელია, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ ვითვლით, თუმცა საომავლოდ არ განვიხილავთ ასევე ამის გაანგარიშების შესაძლებლობასაც ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებზე დაყრდნობით. კი ბატონო და სანამ გაგიშვებთ და უღრმესი მადლობა, ვიცი რომ დროში შეზღუდული ხართ და მადლობა თქვენი დროისთვის. ანუ საბოლოო ჯამში ვთქვათ, მოქალაქის გადმოსახედიდან ერთის მხრივ რომ შევხედოთ და მეორეს მხრივ რომ შევხედოთ, ვთქვათ, აი პოლიტიკის განსაზღვრისთვის, ხო, როგორც სახელმწიფო სექტორში, ისე არასახელმწიფო სექტორში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვთქვათ მედიანური მაჩვენებელი მაინც უფრო ახლოს არის რეალურ სურათთან, თუ როგორ ნაწილდება, ესე ვთქვათ, ხელფასები ამ სექტორებში. არა, ეს არ შეგვიძლია ვთქვათ, როგორც ახსენი, ეს მაჩვენებლები ერთმანეთს არ ანაცვლებენ. ესენი გახლავთ ორივე საანალიზო მაჩვენებელი და ურთიერთშემავსებლად არის მიჩნეული ზოგადად სტატისტიკაში და ეკონომიკაში. შესაბამისად, როცა ვაპირებთ ანალიზს ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია ორივე მაჩვენებელს მივაქციოთ სათანადო ყურადღება და მნიშვნელობა. თუმცა ლოგიკური არის ის მომენტი, როდესაც ვთქვათ, მოქალაქეები, ესე ვთქვათ, ემოციურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ხოლმე, როგორც კი ვთქვათ, საშუალო ნომინალური ხელფასის ხო, ნუ ახლა ალბათ დამეთანხმებით. პატარა პროცენტს არ გულისხმობს მონაცემებიც ხელმისაწვდომია, სადაც არის განსაზღვრული, რამდენ ადამიანს აქვს რაღაც გარკვეულ მოცულობაზე მაღალი ხელფასი, რამდენ ადამიანს აქვს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მნიშვნელობა. შესაბამისად, თუ ვიღაცას აქვს გარკვეული გულისწვეტა ამასთან დაკავშირებით, ფაქტის სახეზია, ჩვენ სტატისტიკოსები ავსახავთ იმ რეალობას, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც არის საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რამდენად კრიტიკული არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის და რამდენად მისაღები არ უნდა იყოს ეს საზოგადოებისთვის. და სულ ბოლო ჩემი კითხვა, ბატონო გოგიტა, დღეს ვთქვათ, რა არის ძირითადი მამოძრავებელი ხელფასების ზრდის? ეს ზრდა უფრო მეტად მოდის, ვთქვათ, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდაზე, თუ კერძო სექტორში ხელფასების ზრდაზე და აი ამ ტენდენციაში არის თუ არა ზოგჯერ, ესე ვთქვათ, ფაქტორების გათვალისწინებით ცვლილებები?
თუ დავაკვირდებით სექტორულ ანალიზს, სახელმწიფო სექტორში არსებული ხელფასები გარკვეულწილად ჩამორჩება კერძო სექტორში არსებულ ხელფასებს. და აი თუ ეკონომიკური ზრდის პარამეტრებსაც შევხედავთ, სადაც მაგალითად საკმაოდ მნიშვნელოვანი მკვეთრი ზრდები შეინიშნება ბოლო რამდენიმე წელია ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, საფინანსო საქმიანობის სექტორში, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში და სწორედ საშუალო ხელფასი ამ სექტორებშია ყველაზე მაღალი. მოთხოვნაც მზარდია მსგავს სერვისებზე და შესაბამისად ხელფასებიც უფრო მაღალია სხვა სექტორებთან შედარებით, როგორიცაა მაგალითად განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, სადაც ყველაზე დაბალია ხელფასები ამ სექტორებში ჩემს მიერ დასახელებულ სექტორებთან შედარებით. უღრმესი მადლობა ბატონო გოგიტა ამ განმარტებისთვის და თქვენი დროისთვის. გოგიტა თოდრაძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. მადლობა მას დეტალური განმარტებებისთვის. კიდევ ერთხელ